საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 აგვისტოს წმინდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია დილიდან ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშიც შესრულდა. ტაძრის მრევლისთვის დღევანდელი დღე ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა. მივეცავ ქართულ ხალხს, სულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს წმინდა დიდი პანტელეიმონ მოწამის დღესასწაულს. ეს არის უდიდესი წმინდანი, რომელიც უფალმა ჩვენთვის გამოაგზავნა სულიერი და ხორციელი სნეულების განსაკუთრებლად. წმინდა პანტელეიმონ მკურნალი ერთ-ერთია იმ უვერცხო მკურნალთაგან, რომელსაც დიდი ძალა აქვს, რომელსაც განკურნების ძალა აქვს და მე შევთხოვ, რომ მისი მადლით ფარვიდეთ სულიერ საქართველოს. წმინდა დიდმოწამე მესამე საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა, როცა საყოველთაოდ გავრცელებული სარწმუნოება წარმართობა იყო. ის ნიკომიდიაში მდიდარ და კეთილშობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი ევსტორგი წარმართის სენატორი იყო, ხოლო დედა ევულა ფარულად ეთაყვანებოდა ქრისტეს. ნაადრევმა სიკვდილმა ევულას ხელი შეუშალა შვილი ქრისტეს რწმენაში აღეზარდა. მან მამასთან ერთად საკერპოში სიარული დაიწყო. წმინდა დიდმოწამე როცა წამოიზარდა, საექიმო ხელოვნების შესასწავლად მამამ ერთ ცნობილ ექიმს ევფროსინეს მიაბარა. წმინდა პანტელეიმონი ბრწყინვალე ნიჭის ხმაწვილი იყო. მალე მან მთელი საექიმო სიბრძნე აითვისა და იმპერატორ მაქსიმიანეს კარზეც ცნობილი გახდა. ჭაბუკს ჰქონდა მშვიდი ხასიათი, მშვენიერი გარეგნობა და მჭევრმეტყველების ნიჭი. ის თავის მასწავლებელ სასახლეში დაჰყავდა. იმპერატორს ისე მოეწონა, რომ უბრძანა პანტელეიმონისთვის მედიცინა სრულყოფილად ესწავლებინა, რათა შემდგომში სულ თავისთან ჰყოლოდა. იმ დროს ნიკომიდიაში ქრისტიანი მღვდელი სახელად ερμოლაოზი ცხოვრობდა. მოხუცი მღვდელი ჭაბუკს ასწავლიდა, რომ ყველაზე დიდი წამალი ადამიანისთვის იესო ქრისტე და რწმენაა. ერთხელ გზად მიმოვალმა წმინდა პანტელეიმონმა ძირს დავარდნილი მკვდარი ყრმა შენიშნა, რომლისთვისაც შხამიან გველს ეკბინა. ის მცირე ხნით შეშინდა, მაგრამ მაშინვე გამხნევდა და გაიფიქრა. აი შემთხვევა, როცა შემიძლია გავიგო, სამართლიანია თუ არა მოძღვარ ερμოლაოზის სიტყვები. ამის შემდეგ მან შესთხოვა უფალს აღედგინა ყრმა და მოეკლა გველი. სასწაულმა არ დააყოვნა, ბავშვმა თითქოს ძილიდან გამოიღვიძა. წმინდა პანტელეიმონი მაშინვე ερμოლაოზთან წავიდა, სასწაულის შესახებ უამბოდა, სთხოვა მოენათლა ის. ამ ამბის შემდეგ მალე წმინდანმა ბრმა განკურნა და თვალის ჩინი დაუბრუნა. გაოგნებულმა მოხუცმა ევროლაოზმა ახლად განკურნებული და წმინდა პანტელეიმონი ერთად მონათლა. ამ სასწაულის შემხედვარე წმინდანის მამაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა. როდესაც ევსტორგი მიიცვალა, პანტელეიმონმა მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა. მან მონებიც გაათავისუფლა და უხვად დაასაჩუქრა. ხალხში წმინდა პანტელეიმონს როგორც უანგარო ექიმს ისე იცნობდნენ. რაც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, წმინდა პანტელეიმონის ცხოვრებაში არის მისი მოწყალების საქმეები. მისი უწმინდესობა ძალიან ხშირად ბრძანებს თავის ქადაგებებში, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვაკეთებდეთ სიკეთეს. ვეხმარებოდით არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც ერთმანეთს და წმინდა პანტელეიმონი ამის მაგალითსაც გვაძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მისაბაძი მაგალითი შეიძლება იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან იგი უფასოდ კურნავდა სნეულებს. დადიოდა საპრობილეებში, კურნავდა სნეულ პატიმრებს და საერთოდ ძალიან ბევრ ქველმოქმედებას თესდა. გამრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, თუმცა ვერც მუქარამ და ვერც ლიქნამ ნეტარი ვერ შედრიგა. როდესაც დადგა იგი არჩევნის წინაშე, როდესაც ის გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას თავისი მოძღვრისგან, მღვდელი ερμოლაოსისგან, სწორედ აქ ჩნდება მისი პიროვნების განსაკუთრებულობა, რომ ის ერთი წამითაც არ ფერხდება უარყოს თუ არა ამ ქვეყნიური დიდება და პატევი და შეუდგეს თუ არა ქრისტეს მსახურებას და არა უბრალოდ მსახურებას, მოკვდეს თუ არა მის სახელის გულისთვის. და წმინდა პანტელეიმონის სადიდებლად უნდა ვთქვათ, რომ ის ერთ წუთსაც არ ფერხდება ამგვარი არჩევანის გაკეთებაში.
ამის შემდეგ წმინდანს წამება დაუწყეს, ის გაშიშვლებული ჩამოკიდეს, სხეული რკინის კაუჭებით დაუფლითეს და სანთლებით დაუწვეს, მაგრამ ერმოლაოზის სახით უფალი გამოეცხადა და უთხრა: ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ჯალათებს ხელები მაშინვე მოუდუნდათ და სანთლებიც ჩაქრა. მეფემ ეს რომ დაინახა, ბრძანა დიდ ქვაბში კალა დაედნოთ და მოწამეს შიგ ჩაეგდოთ, მაგრამ ცეცხლი მაშინვე ჩაქრა. კალა გაცივდა და წმინდა პანტელეიმონი უვნებელი გადარჩა. მეფემ ვერც ეს სასწაული გულისხმა ჰყო და ბრძანა მოწამისთვის კისერზე დიდი ქვა მოებად, სხვაში გაეყვანათ და დაეხრჩოთ, მაგრამ წმინდა პანტელეიმონს ერმოლაოზის სახით კვლავ უფალი გამოეცხადა, ქვა შეხსნა და ხელჩაკიდებული ნაპირზე გაიყვანა. დაბრმავებულ ტირანს ამჯერადაც არ უნდა და ამ სასწაულში ღვთისძალა დაენახა და სატანჯველს ერთმანეთის მიყოლებით იგონებდა. ბოლოს მეფემ პანტელეიმონის ქალაქიდან გაყვანა, თავის მოკვეთა და სხეულის დაწვა ბრძანა. მოწამის ნეტარი აღსასრულის ადგილას მხოლოდ ზეთისხილის ხე იდგა. წმინდა პანტელეიმონი ამ ხეზე მიაბეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას მახვილი შემოჰკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა და მოწამეს ვერაფერი ავნო, რადგან მას სიკვდილის წინა ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა. ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა: ამიერიდან შენი სახელი იქნება პანტელეიმონი, ანუ ყოვლად მოწყალე. იქამდე კი მას პანტოლეონს ეძახდნენ. მეომრები, რომლებსაც ზეციდან ხმა შემოესმათ, მოწამის ფერხთით დაემხნენ და მიტევებას თხოვდნენ, მაგრამ მისი აღსასრულის დრო მოვიდა და მან თქვა: თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, ქრისტესგან წყალობას ვერ მიიღებთ. მაშინ ერთ-ერთმა აიღო მახვილი და წმინდანს თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან სისხლის მაგივრად რძე გადმოვიდა, ხოლო ზეთისხილის ხე კენწეროდან ძირამდე ნაყოფით დაიხუნძლა. მრავალმა, ვინც დასჯას დაესწრო, ქრისტე ირწმუნა. მოწამის სხეულის ცეცხლში ჩაგდება ბრძანეს, მაგრამ მას ცეცხლი არ შეეხო. ქრისტიანებმა აიღეს წმინდანის სხეული და პატივით დაკრძალეს. წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც წრფელი გულითა და ლოცვით მოუხმობს მას.